სტრასბურგში, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა, ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელმა 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მოხსენება წარადგინა. სესიის ფარგლებში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ისაუბრა როგორც წინასაარჩევნო პერიოდზე, ისე კენჭისყრის დღეზე. იულიამ ბულაის შეფასებით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები პოლარიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა როგორც პოლიტიკურ პარტიებს შორის, ისე მედია სივრცეში. მისივე თქმით, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა კენჭისყრის შედეგების ლეგიტიმურობა ეჭქვეშ დააყენა. გასული წლის ნოემბერში საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოხსენება გამოქვეყნდა, რომელშიც საარჩევნო პროცესია შეფასებული. ჩვენ EUTOS-სა და NATO საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებთან ერთად ვაკვირდებოდით საქართველოში საარჩევნო გარემოს. ეს იყო პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდა. ქართულმა ოცნებამ ხმათა 53% 93 მიასედი მიიღო. საარჩევნო ბარიერი კიდევ სხვა 4 პარტიამ გადალახა. რა დასკვნა გავაკეთეთ ჩვენ ამ დაკვირვების შედეგად? არჩევნები ჩატარდა მაღალი პოლარიზაციის ფონზე. ასევე დიდი ანტაგონიზმი ჩანდა მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სიძულვილის ენის გამოხატვით. იყო ხმების მოსყიდვისა და რამდენჯერმე ხმის მიცემის შემთხვევები, განსაკუთრებით რეგიონებში. საარჩევნო უბნებზე იყო დამონტაჟებული კამერები, იყო ხალხის დაშინებისა და ამომრჩევლების გაკონტროლების მცდელობები. ხალხს ჰქონდა განცდა, რომ მათ დიდი ძმა უთვალთვალებს. ასევე არსებობდა კითხვები გარკვეული სახელმწიფო ინსტიტუტების მიუკერძებლობისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით. ჩვენი დასკვნის თანახმად ამ ყველაფერმა საკმაოდ დააზიანა და გამოუთხარა ძირი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და მისი შედეგების მიმართ ნდობას. ამიტომ გაჩნდა კითხვები, გამოხატავდა თუ არა არჩევნები ქართველი ხალხის ნამდვილ სურვილს. მინდა ვთქვა, რომ საქართველოში არჩევნების შემდგომი მდგომარეობა შემაშფოთებელია. ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიდის, არჩევნების შემდეგ ვითარება არ უმჯობესდება. სურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ორი მოწოდება გავაკეთო. პირველი, გათავისუფლდეს 53 პოლიტპატიმარი. ერთი მათგანი, ჟურნალისტი უკვე 16 დღეა შიმშილობს. მეორე, ყველაფერი რაც არჩევნების შემდეგ მოხდა, ამ არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და საშუალებას აძლევს ამ ასამბლეას, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყველა ძალასთან დიალოგში ახალი არჩევნებისთვის მუშაობისკენ მოუწოდოს, რათა ხელისუფლებას მმართველობისთვის უფრო მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს და პარლამენტმა ფუნქციონირება შეძლოს. ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ჩერდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ქართველი დიპლომატებისთვის და ოფიციალური პირებისთვის. საბჭოს გვერდზე წერია, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც ეს შეთანხმება დაეყრდნო და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ინტერესებს. საბჭოს ცნობით, გადაწყვეტილება ასევე არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ.